მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ახალ მთვარეობაზე, რომელიც გვექნება 24 ივლისს ლომის ზოდიაქოს ნიშანში 22 საათზე და 11 წუთზე მეორე გრადუსზე. მნიშვნელოვანი იმით, რომ ტრანსფორმაციის პერიოდი გვექნება, შეიძლება იძულებითი თემები, რომელიც აუცილებლად გვაიძულებს, რომ დავასრულოთ რაღაცა საკითხები, რადგან აქ ნათობებს ოპოზიცია ექნება პლუტონთან. ტრანსფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე საინტერესო და შედეგებზე გასვლა აუცილებლად გვექნება, რადგან ამ ახალ მთვარეობას, როგორც პლუტონთან უარყოფითი, ასევე დადებითი ასპექტებიც აქვს სატურნთან და ასევე ურანთან. რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები აუცილებლად შემოიტანეთ თქვენ ცხოვრებაში, რომელიც დაუსრულებელი იდეები, დაუსრულებელი საქმეები, რომელიც ტრანსფორმაციას მოითხოვს, გადახედვას და გადაფასებას, რომელშიც დაგეხმარებათ ასევე რეტრო მერკური, აუცილებლად განახლებული ფორმით გამოიყენეთ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ 11 აგვისტომდე ეცადეთ ეს განახლება, ეს სიახლეები უფრო მეტად ძველი საკითხების დასრულებას, ძველი საკითხების ახლებურად გადაფასებას, რაღაცა ახალ ეტაპზე გადაყვანაზე იმუშაოთ. ვიდრე რაღაცა ახალს ხელი მოაწეროთ დაქორწინებაზე, ეხლა ეს პერიოდი გაიარეთ ძალიან ფრთხილად, იმ კუთხით, რომ არ აღვით რაღაცა ენებს, დაძაბულობას და იყავით უფრო კონკრეტულები ამ პერიოდში. სიახლეები გამოიყენეთ ყველა დონეზე, მაგრამ ეს სიახლე უნდა იყოს დაკავშირებული აუცილებლად ძველთან, ძველის დასრულებასთან, ტრანსფორმაციასთან და ახლებურად შენი თავის წარმოჩენასთან, ახლებურად რაღაცა სიტუაციების დაბადებასთან. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.